მამისონის უღელტეხილზე ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს ახალი საგუშაგო გაჩნდა. ინფორმაციას ინტერნეტ სააგენტო კავკასკი უძილ ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი ბლოკპოსტის აღმართვა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით გაკეთდა. ამას გარდა არსებობს ხელშეკრულება, რომელიც რუსულმა მხარემ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან გასული წლის 30 აპრილს გააფორმა და რომელიც საზღვრის დაცვის საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს. რაც შეეხება სამხრეთ osets, აქ ვითარება საკმაოდ რთულია. მოსახლეობა აქ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს არსებობის ხარჯზე ძლიერდება. ამ ვითარებაში რუსეთი ამიერკავკასიაში მშვიდობის დამყარების ერთადერთ გარანტს წარმოადგენს. რუსეთი დაინტერესებულია უსაფრთხოების დაცვაში და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის პრესპიკერის ალექსანდრ სოლოდის თქმით, სპეცრაზმი, რომელიც საზღვრის ამ მონაკვეთში მუშაობს, აღჭურვილია ცხოვრებისთვის და სამსახურისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საშუალებით. კავკასკი უძილის ინფორმაციით, სამმართველოს დაქვემდებარებაში ასევე იმყოფებიან კაზაკთა 20-კაციანი რაზმები, რომლებიც სამხედროებთან ერთად პატრულირებენ. მათ სპეციალური წვრთნები უკვე გაიარეს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო სამინისტრომ რამდენიმე ხნის წინ პროტესტი გამოთქვა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს და ეს არის რუსეთის მცდელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი სამხედრო პოტენციალი გააძლიეროს.